2010 წელი გამახსენდა 2010 წლის აპრილის თვე. გახსოვთ 2010 წლის აპრილის თვე? ბევრ თქვენგანს ალბათ მაინც არა. 2010 წლის აპრილს რუსეთში მოხდა ტრაგედია. რუსეთში სმოლენსკთან მოხდა ტრაგედია. ავიაკატასტროფა განიცადა ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავმა და დაიღუპა პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ელიტა, სამხედრო პოლიტიკური ელიტა პოლონეთისა, პრეზიდენტი კაჩინსკი, მისი მეუღლე, სამხედრო პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. წარმოიდგინეთ, ქვეყანა აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, რომ მას პრაქტიკულად აღარავინ აღარ ხავს, იმიტომ რომ ასე უნდა ვთქვა, 60-70% ვინც მართავდა იმჟამად პოლონეთს, რუსეთში მიემგზავრებოდა კატინის ტყეში დახვრეტილი რუსების მიერ დახვრეტილი პოლონელი ჯარისკაცების სამხედრო მოსამსახურეების მემორიალზე ღონისძიებაზე დასასწრებად. ეხლა ბევრი იტყვის, რომ არა, რუსეთი არაფერ შუაში არ არისო. რუსეთს არ ჩაუდენია ეს დანაშაულიო. მართლაც ოფიციალური დოკუმენტები, გამოძიებები ადასტურებს თუ ამბობს, რომ იქ დისპეჩერის ბორტზე მომხდარი გაუგებრობის, ბორტის გაუმართავობის, თვითმფრინავის გაუმართავობის და სხვა პატარა წვრილი მიზეზების გამო მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა. მაგრამ ამავე ინტერნეტში იზრდება პოლონეთის სამხედრო პოლიტიკური ელიტის გადარჩენილი წევრების წარმომადგენლების კომენტარები, სადაც ისინი ღიად ადანაშაულებენ რუსეთს და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მოწყობილი იყო. გაივლის კიდევ წლები, აღარ იქნება პრეზიდენტი პუტინი და მე იმედი მაქვს, რომ ჩატარდება ობიექტური გამოძიება. და ითქმება ღიად, რომ არა FSB-ში, ვინმე ივანოვებისა და პეტროვების, არამედ სწორედ რომ კრემლში, პუტინის სამუშაო ოთახში, კაბინეტში მიიღეს გადაწყვეტილება პოლონეთის პოლიტიკური ელიტის განადგურების, მათ შორის კაჩინსკის პირველ ყოვლისა განადგურების თაობაზე. რატომ ვერ იტანდა პუტინი კაჩინსკის სხვა მრავალ მიზეზთა გარდა, ვერ იტანდა იმიტომაც, რომ კაჩინსკი იყო მათ შორის, ვინც მანამდე წლინახევრით ადრე 2008 წლის აგვისტოში იმყოფებოდა თბილისში და არა მხოლოდ წინა ხელისუფლებას. ეს მნიშვნელოვანია ცხადია. მაგრამ წინა ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს დაუჭირა, საქართველოს როგორც სახელმწიფოს დაუჭირა ხარი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად კვლავ შემიძლია ამის გამეორება. იქ იყო მაგალითად ადამ კუსი, იქ იყო იუშენკო, იქ იყვნენ სხვები და სხვები. მათ შორის იყო სარკოზიც, საფრანგეთის ლიდერი, იმჟამინდელი ლიდერი. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც რა მიზეზითაც პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება კაჩინსკის განადგურების თაობაზე. და პუტინმა შესანიშნავად იცოდა 2010 წელს, რომ ეს ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა და რატომ იცოდა, მაგასაც გეტყვით. 2009 წლის მარტში საქართველოში მომხდარი ტრაგედიიდან 6 თვეში პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შვეიცარიაში გაატანა მოწყობილობა. მოწყობილობაზე იყო ესეთი სიმბოლური ღილაკუკა, რომელსაც ეწერა რეზეტ. და ჰილარი კლინტონმა კოლეგა ლავროვთან ერთად თითი დააჭირა ამ რეზეტის ღილაკს. ანუ გადავტვირთეთ ჩვენ პოლიტიკაო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ბევრის წინააღმდეგ, ჩვენ ამ ყველაფერს გპატიობთო, ეს იყო სიგნალი ვაშინგტონიდან. და არა მხოლოდ ვაშინგტონიდან, ცხადია, რომ ობამას ეს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა ევროპელ ცალკეულ იმ ლიდერებთან, რომლებიც იმჟამად მართავდნენ ევროპის მნიშვნელოვან სახელმწიფოებს. 2009 წლის რეზეტის პოლიტიკამ განაპირობა 2010 წლის
სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედია. და იტყვის ამას ისტორია ადრე იქნება თუ გვიან. 2008 წლის ომმა იმან რომ ხახვივით შერჩა რუსეთს 2008 წელს საქართველოში შემოჭრა განაპირობა 2014 წელს ყირიმში დატრიალებული ამბები, სხვა შორის ხსენებულმა ობამამ იმჟამინდელ ხელისუფლებას, ოღონდ პოროშენკო არ არის ჯერ მოსული ხელისუფლებაში. ახალი მომხდარია ღირსების რევოლუცია თებერვალში. ობამამ იმჟამინდელ ხელისუფლებას უკრაინისა უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, ჩვენ დავსჯით რუსეთსო და მართლაც დააწესეს სიმბოლური სანქციები. დასაჯეს ბჭყალებში რუსეთი, ოღონდ ეს სიმბოლური სანქციები მერე მოეხსნა კიდეც რუსეთს და დაიწყო ეს გაუთავებელი ფლირტი რუსეთთან. პირველ ყოვლისა ფლირტაობდა, ასე ვიტყვი, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი, რომელიც ამასობაში ასუსტებდა საკუთარ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების სისტემებს, ამბობდა, რომ გამოსწორდა რუსეთი, პუტინის რუსეთი გამოსწორდა და დეშერჩეს საქართველოში 2008 წელს დატრიალებული ტრაგედია, ჩეჩნეთში დატრიალებული ტრაგედია, გენოციდი მოხდა ჩეჩნებისა. მანამდე საქართველოში დატრიალებულ 2008 წლის ტრაგედიამდე 8-10 წლით ადრე. 90-იან წლებში პუტინი კი არ იყო, მაგრამ ელცინის მიერ დატრიალებული ტრაგედიები საქართველოში და არა მხოლოდ ყველაფერი შერჩეს. ოღონდაც კი იყოს ეს ეკონომიკური ურთიერთობები, აღები, მიცემობა, რუსეთის დეიზოლაცია. მერკელი არის ერთ-ერთი ავტორი ან თანაავტორი ამ ჯოჯოხეთური ევროპისათვის პირველ ყოვლისა ჯოჯოხეთური პროექტისა. 2008-დან მოდი თქვენ თუ გნებავთ ვიტყვი ასე, 2008-დან 2016-მდე ხდებოდა ეს. დიახ, 2016-მდე ვიდრე მოვიდოდა ეს ექსცენტრიული პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ 16-დან 17 იანვრიდან 21 იანვრამდე რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოასწრო, არ ვიცავ, არ გეგონოთ. ტომოხავკები გადასცა უკრაინას, ტომოხავკები არა უკაცრავად, ჯაველინები, რომ არ შემეშალოს, ტომოხავკები ჯერ არ გადაუცია, თუმცა გადასცემს დარწმუნებული ვარ. ჯაველინები გადმოსცა საქართველოს, მისცა საქართველოსაც, ივანიშვილის საქართველოს, სხვათა შორის. და ასე შემდეგ. მაგრამ ტრამპმა პირველი კადენციის დროს ვერ მოასწრო საკუთარი ბჭყალების ჩვენება ექსცენტრიულმა ტრამპმა ხაზს უსვამ. მისი სტრატეგია შეიძლება დავიწუნოთ ძალიან ბევრჯერ, მისი ვორდინგი შეიძლება დავიწუნოთ და უნდა დავიწუნოთ, შეიძლება კი არა, უნდა დავიწუნოთ კიდეც. და გეტყვით რას გულისხმობ. მაგალითად, ახლა ავღანეთთან და ერაყთან მიმართებაში ბრიტანეთს და არა მხოლოდ ბრიტანეთს შეუტია და თქვენ უკანა პოზიციებზე იყავით ავღანეთის სამხედრო ოპერაციის დროსო. სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავადაც ბევრი იტყვის, რომ შესანიშნავადაც უპასუხა შელახულმა. და რა საკვირველია ტრამპის გამართლება, მოწონება იმ სიტყვისა და გამო არ შეიძლება, რომელიც მან წარმოთქვა პარტნიორების მისამართით. მაგრამ ასეთია ტრამპი, მეთქი ვიტყვი ასე, თქვენი ნებართვით და განსაკუთრებით ასეთია მას შემდეგ, როდესაც ყველამ პრინციპში ვიცით, რომ ახლა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩამოყალიბებული დღის წესრიგი, მსოფლიოს დღის წესრიგი აღარ მუშაობს. ის სისტემები, ის ურთიერთობები, ის საერთაშორისო სამართალი ახლა ძალის დემონსტრირების დროა და რუსეთი იყო და არის პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოარღვია საერთაშორისო სამართალი, ჯერ კიდევ როდის მეთქი 90-იან წლებში, მაგრამ ოკეი 2008 წლიდან ვიანგარიშოთ და ამ 2008 წლიდან ეფერებოდნენ და ეთამაშებოდნენ რუსეთს ყველაფრის მიუხედავად. ტრამპმა თქვა უხეშად, ხაზგასმით ვამბობ, რომ რუსეთთან ასე თამაში არ შეიძლება. ყველაფრის შერჩენა შეიძლება მის ლიდერს 2-3 ქათინაური გაუკეთო, მაგრამ ამასობაში ის უნდა მოახრჩო. ბევრი ამბობს, რომ გრენლანდიაში სხვაგვარად რომ ემოქმედა ტრამპს, იქნება და იმ შედეგისთვის ვერც მიეღწია, რომელსაც მაღალი ალბათობით მიაღწევს, ჯერ მიღწეული არ არის ეს ბარემ თქვათ.
კერძოდ არ გაძლიერდებოდა თუ ვერ გაძლიერდებოდა კუნძულ გრენლანდიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მონაწილეობა უფრო მსუხეთ. ამისკენ მიდის, იმიტომ რომ იქ არქტიკის საკითხია, იქ ჩინეთის და რუსეთის ამბიციებია, რომლებიც დასტრიალებენ ამ კუნძულს, რომლებსაც თავისი გეგმები აქვთ. და ვინც აკონტროლებს არქტიკას, გასასვლელებს, სრუტეებს, ამ სივრცეს, ის ბევრ რამეს აკონტროლებს, აღარ ვლაპარაკებ სასარგებლო წიაღისეულზე, რომელიც უხვად არის, როგორც ამბობენ და კვლევები ადასტურებს ამას, სწორედაც რომ გრენლანდიაში, მაგრამ თუ დღევანდელი არა, ხვალინდელი დანიის რომელიმე მემარცხენე ხელისუფლება იტყოდა, რომ იცით რა, ამერიკელები აქ არ უნდა იყვნენ, ამერიკელები ამგვარი პოლიტიკა რომ არ შეერჩია, ამგვარი სტრატეგია რომ არ შეერჩია ტრამპს, გრენლანდიაში მართლაც ვერ შევიდოდნენ და ეს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იქნებოდა, მათ შორის ევროპის კონტინენტისთვის იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, კატასტროფული მეთქი ვიტყვი ასე. გარდა გრენლანდიისა, დავიწუნოთ რა საკვირველია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დავიწუნოთ და არ ამოვიწუნოთ პრეზიდენტ ტრამპის ესა თუ ის განცხადება ამ ფორმით ქმედება. მაგრამ შეუძლებელია გარდა გრენლანდიისა არ დავიწუნოთ პრეზიდენტ ტრამპის სხვა განცხადებები, მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში. პერიოდულზე ხშირად ტრამპი ისეთ რამეს იტყვის ხოლმე, რომ ტრამპისტები არ ვიცი რამდენად ამართლებენ, ქართველი ტრამპისტები, პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ცოტა კრიტიკულად ვინც გახედავს ხოლმე პროცესს, მინიმუმ გულში კითხულობს, რომ ეს ხო უსამართლობაა, ამბობს, რომ ეს ხო უსამართლობაა. როგორ უნდა დატოვოს უკრაინამ დონბასი მაშინ, როდესაც ეს მისია და მას აკონტროლებს მის 1/3 დაახლოებით. და ტრამპი ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ისეთ სიტყვის ხოლმე, რომ გული მოგიკვდება, მაგრამ ერთია განცხადებები და მეორეა ქმედება და ქმედებები კი საოცარია. ამ ლაპარაკობ მარტო მადუროს მოტაცებაზე ვენესუელიდან. ეს გასაგებია უნიკალური ოპერაცია იყო, ბევრი რამეს რომ გავიგებთ უკვე მომავალში როგორ ჩატარდა წლების შემდეგ. მაგრამ ტრამპის სხვა ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე მიგაქცევინებთ ყურადღებას. ეს არის გადაწყვეტილება პრაქტიკულად ირანთან დაკავშირებით, იმიტომ არა რომ ხვალ დაიწყება სამხედრო ოპერაცია. არამედ იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს მზად რომ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ირანში და დაამთავროს აიათოლების რეჟიმი. რთული იქნება გაკონტროლება. ოპერაცია არ იქნება იმდენად რთული, რამდენადაც გაკონტროლება უკვე შემდგომ ირანისა ზუსტად ისე, როგორც ცდილობს ვენესუელის, უკვე მეორედ ხსენებული ვენესუელის გაკონტროლებას შეერთებული შტატები. იქ ვენესუელაში მაინც მისთვის საჭირო, მის მიმართ ამ ეტაპზე ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები შეარჩია. ირანში ეს გაჭირდება და შეიძლება იყოს გადაიზარდოს ეს ყველაფერი ქაოსში. ქაოსი კი ძალიან ცუდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გაცილებით მძიმეა იქნება ქაოსი, ვიდრე სამხედრო ოპერაციის, სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყება, რაც შედეგს ალბათ მაინც უნდა ვთქვათ ასე, არ მოიტანს მყისიერს. მრავალი წლით დარჩენა ირანში, ისევე როგორც დარჩნენ მაგალითად ავღანეთში და მე სამარცხვინოდ გამოიყვანა ბაიდენმა, ეგრა მაგის პასუხია. ამერიკა ავღანეთიდან მრავალი წლით დარჩენა კი შეერთებულ შტატებს არ უნდა, არ სურს რომ ერქვას ინტერვენტი, სხვა თუ არაფერი. ბაიდენზე გამახსენდა, წარმოიდგინეთ რომ ჩვენ გვყავდეს ახლავს პლანეტას ყავდეს არა ასეთი ექსცენტრიული და დასაწუნი ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი, მისი ვორდინგია დასაწუნი, კვლავ ვიმეორებ და არა იმდენად ქმედებები, რამდენადაც ვორდინგი და მიდგომები და ესეთი უხეშობა. არამედ პრეზიდენტი იყოს 24 წელს ნოემბერში აერჩიათ კამალა ჰარისი, ვინც იყო მისი ოპონენტი, პირველი ქალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში. ის იქნებოდა კამალა ჰარისი, იქნებოდა გაცილებით უარესი სადღეგრძელოების მთქმელი, ვიდრე იყო გამოცდილი კამალასთან შედარებით. გამოცდილი კი არა, რეალურად გამოცდილი პრეზიდენტი ბაიდენი, რომელსაც კი არ ვიწუნებ მაინც და მაინც. ის ბევრ რამეს ეცა და ცდილობდა, მაგრამ ამ ბევრიდან ცოტა თუ გამოუვიდა. მისი სიტყვები უკრაინა არ უნდა დამარცხდეს. იყო იმ ხანად 2023-ში, 2024-ში, 22-შიც
ხო? ძალიან მაგარი სიტყვა, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან უმალს ჯობდა რომ პრეზიდენტ ბაიდენს ეთქვა, უკრაინა არ დამარცხდება, ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის დამარცხებას. უფრო მკვეთრი ყოფილიყო მეთქი, ეს ჯობდა ამის თქმას ვცდილობ. ტრამპი როგორია? კვლავ ვიმეორებ, მისი რიტორიკა, განცხადებები დასაწუნია. გრენლანდიასთან მიმართებაშიც, თუმცა ასე მიაღწია სწორედ ასრობ შედეგს, რომელიმე წელს დანიაში რომ მოსულიყო, გონი ეს თქვი და გავიმეორებ, ხელისუფალი, რომელიც გაუჭედავდა ამერიკის შეერთებული შტატები ესოდენ მნიშვნელოვან სივრცეში უფრო მსუხეთ ვერ იქნებოდა წარმოდგენილი. და გამორიცხავთ, რომ დანიაში მემარცხენე, ამგვარად მემარცხენე სოციალისტურ იდეებმა იმძლავროს, პოზიციებმა იმძლავროს, მე არ გამოვიცხავ. ასეთი ტენდენცია იყო ყოველ შემთხვევაში. და ამ ტენდენციამაც განაპირობა უსაფრთხოების ხსენებული სისტემების მორღვევა ჩვენ სინამდვილეში, მთელ პლანეტაზე და რუსეთის გაბლატავება და ჩინეთისა, არა მხოლოდ რუსეთის, ჩინეთი გაცილებით საშიში ძალაა, მეთქი ოღონდ უფრო გონიერი, უფრო ჭკვიანურად მოქმედი. რუსეთი ვინ მიგდია, რას მიქვია, ვინ მიქვია ჩინეთთან შედარებით. გარდა ამისა, ტრამპმა დაიწყო, მადურო ვახსენე, ირანიც მგონი ვახსენე და სად იქნება ამერიკის შეერთებული უკვე არის და მერე იქნება რომ მოახრჩოს ირანის აიათოლების რეჟიმი დაასრულოს. საერთოდ რაც უფრო სუსტია რუსეთი პლანეტის ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ წერტილში, მით უფრო კარგია ყველასთვის. ეს კარგად უნდა გავიგოთ. ამავდროულად მსოფლიოს წესრიგის მორღვევის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ ადამიანის უფლებებზე, როგორც ასეთზე დემოკრატიაზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე, აუცილებელია სალაპარაკოა, რასაკვირველია. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ყველაფერს უგულებელყოფს და ყველაფერს არღვევს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვილაპარაკოთ დიდი სახელმწიფოების, მათ შორის პირველ ყოვლისა, შეერთებული დიდი დემოკრატიული სახელმწიფოების ინტერესებს ამა თუ იმ რეგიონში. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ჩემი მოსაზრებით, მცირე გამონაკლისის გარდა მოიკოჭლებს, ხოლო ეს მცირე გამონაკლისი კი დეკლარირებს ამაზე, მაგრამ პრაქტიკულ საქმეებს, ნაბიჯებს არ სთავაზობს ვაშინგტონს, თეთრ სახლს, ვიტყვი ასე პრეზიდენტ ტრამპს. კარგით, ეს სხვა ბლოგის თემაა და ამაზეც ვილაპარაკებთ ადრე თუ გვიან. ირანი, ვენესუელა, რუსეთის ტანკერები, ნახეთ მიაქციეთ ყურადღება, როგორ ნელ-ნელა დაძდევს, ჩქარ-ჩქარა დაძდევს და ნელ-ნელა აკავებს, აპატიმრებს და კონფისკაციას აკეთებს ამ ტანკერებისა ამერიკის შეერთებული შტატები. არადა სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთს ეს ტანკერები და ჭრილოვანი ფლოტი და ნავთობი, რომელიც გადააქვს ქვეყნიდან ქვეყანაში და ყიდის და ამით ივსებს ბიუჯეტს. ბოდის ვიხდი გამახსენდა, ამოწერილი მაქვს თუ არა უბრალოდ ნახავ თქვენის ნებართვით. არ ვიცი. მოკლედ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს სანქციებისაგან თავდახსნაში და ახლა ვრცელდება სხვა შორის ოფიციალური ინფორმაცია ქართული ოცნების საქსტატი ქვია, ხო? რომ საქართველოს თურმე რუსეთში გაუტანია ექსპორტით სახით 152,000 ტონა 80 მილიონი დოლარის ნავთობი, რაც სანქციების საგან რუსეთის დახსნას ნიშნავს. დახსნან ხელშეწყობას ნიშნავს, რომ რუსეთს ასწდეს, რუსეთმა აიცილოს ეს სანქციები. მოკლედ სჭირდება რუსეთს ეს რაოდენობა კი არა, ზოგადად ნავთობი და საქართველოს ხელი შეუწყო ამ ნავთობის შესვლას შეტანას რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველოს რეალურად ამ თვალსაზრისითაც ხელს უწყობს რუსეთს და არღვევს იმ სანქციების პირობებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთზე და რომელთა შესრულებას გარდაულად აუცილებელია ქვეყნის მათ შორის უსაფრთხოებისათვის. აქვე გამახსენდა, არის ესეთი კაცი ტარიე ჰელანდი, თუ გდებოთ ასე ვიტყვი, ნორვეგიელი გეოპოლიტიკური მკვლევარი, ამავდროულად ბიზნესმენი, რომელმაც თქვა 2 დღის წინ, თუ უკრაინას
უნდა ომის მოგებაო, აუცილებელია ქართული ოცნების შეჩერებაო. რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ ქართული ოცნება ხელს უწყობს რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაში და ქართულ ოცნებას როგორღაც უნდა მოუგრიხოს კისერი დასავლეთმა მივალთ აქამდე, არა ამ ვიდეო ბლოგში, არამედ ამ სხვა ვიდეო ბლოგში ვისაუბრებ და ამ რეალობამდე მივალთ, როდესაც დასავლეთი მოუგრეხს კისერს ქართულ ოცნებასაც, მაგრამ მანამდე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ირანთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ტრამპმა მიუხედავად რიტორიკისა. არ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, მომზადებულია და დაიწყებს საჭიროების შემთხვევაში. ვენესუელის ამბავი იცით, ტანკერების ამბავი გითხარით, ნავთობის დავარდნილ ფასზე არ ვითქვამს არაფერი. ნავთობის ფასი ეცემა, ქვემოთ და ქვემოთ მოდის. ეს რუსეთისთვის კატასტროფის თვალსაზრისით. ანუ ტრამპი აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის გარშემო მარხუშები იყოს მოჭერილი. და ამასობაში ცალკეული კარგი არ ვკამათობ, შელახული ტრამპის რიტორიკით, ტრამპის სიხისტის გამო უკმაყოფილო ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები დგანან და ლაპარაკობენ იმას, რასაც ლაპარაკობენ, რომ ამერიკა ესეთი მძიმე არ უნდა იყოს, რომ ევროპას ესე არ უნდა ელაპარაკოს, ხადვი არ უნდა ელაპარაკოს, არ კამათობს არავინ. მაგრამ ეს ის ევროპაა, რომელიც ეხმარებოდა რუსეთს ომის წარმოებაში რეალურად, თუ გულახდილები ვიქნებით. ერთის მხრივ აფინანსებდა უკრაინას, მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობდა. ახლა შემცირებულია ვაღიარებ და 2026 წელს საერთოდ ის მინიმალური რაოდენობაც კი, რომელსაც ყიდულობს ევროკავშირი, რუსეთისგან იქნება შეწყვეტილი ეს პროექტები, აღარ იყიდის, მაგრამ აქამდე ხომ ასე იყო 4 წელია ხალხო მართლა გრძელდება ეს ომი და 4 წელი ვიდრე ტრამპამდე რუსეთთან მიმართებაში ევროპა ყურსაც არ იბერტყავდა და სადღეგრძელოები კი ბევრი ისმოდა სწორედ ევროპიდანაც კი. თუმცა გაგახსენებთ, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა მცირე დახმარება გააუწიეს თავდაპირველ ეტაპზე, ჩაფხუტებზე ლაპარაკობდა გერმანიის იმჟამინდელი კანცლერი შოლცი 500 თუ 7 უკაცრავად 200 თუ 500 ჩაფხუტზე, ამას მივაწვდით, მეტი არაფერი არ შეგვიძლია. გაუჭირდება ევროპას, მაგრამ მისი ბრალია. ოღონდ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მის გვერდით იდგება, ოღონდ ადეკვატური უნდა იყოს თავად ევროპა. აი ადეკვატური სახელმწიფო, არადემოკრატიული, მაგრამ ადეკვატური არის აზერბაიჯანი. რაც ახსენებელია, მაგრამ მაინც. რომელმაც ყველაფერი გააკეთა არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად, არამედ მეზობელი სომხეთის, ამგვარი სომხეთის გადასარჩენადაც. აზერბაიჯანში ვიზიტი მოხდება მნიშვნელოვანი პერსონებისა, ვინ წარმოიდგენდა ცოტა ხნის წინ, რომ ნატოს მაღალჩინოსანი ჩავიდოდა ბაქოში. ნატოსკენ არ მიდის აზერბაიჯანი, მაგრამ ერთიანი უსაფრთხოების სისტემებზე ლაპარაკი აზერბაიჯანთან, რომელიც რეგიონალური მოთამაშეა, გარდაულად აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის, რომელიც თუ გულახდილები ვიქნებით, დასუსტებულია. ჩვენ თითქოს ფორმალურად მივდივართ ნატოსკენ, მაგრამ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე აზერბაიჯანი, რომელიც არ მინდა შემეშალოს თუ არ ვწდები საკუთარი ბიუჯეტის 7%-ს თუ მეც არა ხარჯავს თავდასვაზე და შეიარაღებაზე. საქართველოს 1.5%-ს ვერასწდა, რომ ვიცოდეთ მაინც. სხვადასხვა ტრამპთან მიმართებაში ესეც სათქმელია. ევროპა, რომელიც ასეთი ხმამაღალია ახლა და იწუნებს პრეზიდენტ ტრამპს, 2%-საც კი არ ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტისა საკუთარ უსაფრთხოებას. და მოვიდა ტრამპი 2016-17 წელს, 18 წელს სტოლტენბერგს, ყოფილ გენერალურ მდივანს, უთხრა, რომ 2%-ამდე ასწიეთო და ყურიც არ შეუბერტყავს მაშინ ნატოს დანარჩენ სახელმწიფოებს. თუმცა ტრამპის ის ქმედება მაგალითად ბარემ ვთქვათ, აღიაროთ, რომ შეიქმნება მშვიდობის საბჭო, რომელშიც რუსეთიც არის მიწვეული და ეს მშვიდობის საბჭოში მონაწილეობას არ მიიღებს პრაქტიკულად არც ერთი ევროპული ქვეყანა, ეს ქმედება დასაწუნია. მე ვერ ამოვხსენი ამ მშვიდობის საბჭოს, გულახდილად ლაპარაკობ და ვაკრიტიკებ, მე კი გითხარით პრეზიდენტ ტრამპს ამ შემთხვევაში ვერ ამოვხსენი ამ მშვიდობის საბჭოს
შექმნის აუცილებლობა რა აუცილებლობა, მაგრამ ერთი არაკომპეტენტური ვერსია კი მაქვს და გუშინაც გაგიზიარეთ, რომ ტრამპს სურს, რომ იქნება და სჯობდეს იქ ტრამპს სურს შემოთრევა, შეხვანა რაღაც საერთაშორისო ფორმატში, ახალი ტიპის გაეროში რუსეთისა და იქ მისი გადანადგურება. იქ გრიუნფელდის დაცვის ან ლაზიერის გამბიტის საჭადრაკო ტერმინებით რო ვილაპარაკოთ, ჩატარება პუტინისათვის. ეგ რა მაგის პასუხია და ბარემ ვიტყვი ამასაც ხო უნდა საქართველოს თემაზე, საქართველოსეც ხო უნდა ვისაუბროთ. ბიზინა ივანიშვილს ჩემმა კოლეგა და მეგობარმა ირაკლი კნაველიძე ეთერში თქვა, რომ ჩემი ვარაუდითო ბიზინა ივანიშვილი $1 მილიარდ თუ არ ვცდები ამ ფორმულირებით არის ნათქვამი, გადაიხდიდა სიამოვნებით, ანუ ასე ფიქრობს ირაკლი, ამ შვიდობის საბჭოში თუ ვინმე დაპატიჟებდაო საწევრო არის $1 მილიარდი. მე ვეთანხმები ირაკლს სასაკვირველია, მაგრამ მე გეტყვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიზინა ივანიშვილი ცდილობს გააგზავნოს სიგნალები, რომ მოვალ, ოღონდ სადმე დამსვით, სადმე მეც ვიყო, რომელიმე მაგიდასთან მეც ვიყო. ოღონდ არავინ ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც საერთაშორისო დღის წესრიგში ჩალის ფასი აქვს, არავინ ეპატიჟება. ტრამპს დაუბრუნდეთ, ორი სიტყვა მასზე კიდევ. ტრამპი ასეთია. ზიმე კვლავ ვიმეორებ, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ლექსიკითა და რიტორიკით არასწორი, გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ფაქტია, რომ ის მარყუჟებს უჭერს რუსეთის კისრის გარშემო, კისერზე. და ვერც მიედავები, მოსკოველი რო იყო, პუტინისტი რო იყო, ხო, ვერ იტყვი, რომ ტრამპი ადეკვატური არ არის. ქმედებს რუსეთისთვის საზიანოდ, ლაპარაკობს, ისე რომ მოსკოვი მას ვერ მიედავება. ევროპა უნდა გაადეკვატურდეს. ევროპამ უნდა იგრძნოს, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება მისი მხარდამჭერი და კონტინენტის მხარდამჭერი და ნატოს მხარდამჭერი. მაგრამ ევროპამ უნდა იგრძნოს, რომ თვითონაც უნდა დაიცვას საკუთარი თავი. არა ლაპარაკით, ლოზუნგებით. არამედ რეალურად უნდა დაიცვას საკუთარი თავი, გაუჭირდება ევროპას სასაკვირველია, მაგრამ გარდაულა აუცილებელია ამ პოლიტიკაზე გადასვლა. ხოლო რაც შეეხება ტრამპს, მან კარგად უნდა გაიგოს, ასე ვიტყვი, რომ მისი ვითომ მოკავშირეები ევროპის კონტინენტზე, მაგალითად ორბანი, რეალურად არის ნატოს როგორც სივრცის მტერი და ევროკავშირის როგორც სივრცის მტერი და დასავლეთის როგორც სივრცის მტერი. და უნდა მოიცალოს პრეზიდენტმა ტრამპმა ორბანისათვის და ორბანის ნაირი ტიპებისათვის ამ რეგიონში ფართო გაგებით, კონკრეტულად ევროპაში და ჩვენს რეგიონშიც და ორბანის ნაირი ტიპი, უარესი რა საკვირველია ვიდრე ორბანია, არის ბიზინა ივანიშვილი. რომელსაც ერთი სული აქვს იყოს სადმე, მის წარმომადგენლები იყვნენ სადმე, კობახიძე თუ ყაველაშვილი თუ პაპუაშვილს ვინ ეკითხება რამეს, მაგრამ მათ არ იღებენ. ახლა ამიტომაც ცდილობს ერთგვარ ყალბ-პროცესს ქართული რუსული ოცნება, რომ ვითომ აქ არის პლურალიზმი, აქ დებატებია, აქ მსჯელობა, რაღაც საკითხებზე ოპოზიცია აღიარებს და ასე შემდეგ. პანდა ქართულ ოცნებას. ეს რომ არ გაჭრის, ქართული ოცნება უფრო დიდ რეპრესიებზე წავა, იმედით, რომ მას დაიცავენ მოსკოვიდან. ჩვენ ყველა გამოწვევისთვის უნდა ვიყოთ მზად და ბოლო წინადადება ალბათ უნდა ვიყოთ და კი არა სწრაფადვე უნდა გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე. როდესაც ვსაუბრობთ თემაზე ამერიკული ინტერესი, ჩვენ ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ პირველ ყოვლისა ოპოზიციამ. რა არის ეს ამერიკული, როგორ უყურებს ამ ამერიკულ ინტერესს, როგორც ასეთს. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასტუმრების შემდეგ შვედ პარტია პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, 55, რა ვიცი. ვამბობთ, რომ მოხდება აი ეს, მაგალითად, ვაზიანში გთავაზობთ, ვაზიანში იქნება სამხედრო ბაზა შეერთებული შტატების. ეს არავის უთქვამს.
ტრამპი ევროპას ცვლის, ტრამპი მსოფლიოს ცვლის და ასე უნდა ვთქვა თქვენის ნებართვით, აქ კომუნიზმში გადასული სოციალისტური წიაღსვლების დრო უბრალოდ არ რჩება. ბოლშევიზმში არა, კომუნიზმში გადასული, გადავარდნილი სოციალისტური კი არა მემარცხენე წიაღსვლების ფუფუნება უბრალოდ არ აგვაქვს. თუ ეს სოფლიო არ შეიცვალა, მერე ნახეთ თქვენ კატასტროფები, რომლებსაც მოაწყობს რუსეთი, ჩინეთი, ირანიც, ჩრდილოეთ კორეაც, რომლებმაც უკვე საკმარისად ავნეს ადამიანებს, საზოგადოებებს, ქვეყნებს. და ევროპა კი იყო თვალდახუჭული.